საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა საქართველოში, საქართველოში რა ჩვენს რეგიონში და მინდა ამას გამოვეხმაურო ჩემი შეხედულებით, რაც ხდება და მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მექნება დღეს ვიდეო ლაივი, ვისაც გაინტერესებთ, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, გვეხება ჩვენც აქედან გამომდინარე და საინტერესო მოვლენები ვითარდება ჩვენს რეგიონში, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუმცა საქართველოში ძირითადად მთავარი ესე რომ ვთქვათ, საინფორმაციო საშუალებებში ის ისმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და იქ ვიღაცებს თურმე ჩეგევარობა რო უნდათ და ახლა სასამართლოს წინაშე რო არიან წარმდგარი და ვიცი რა რაებს იგონებენ, რაცხა გლობალური ომის პარტიის და 딥 სტეიტის წევრი ვარო და ეს ჯერ იცინეთ, ნახავ სასაცილოდ რაფერ გექნებათ საქმე. გეუბნებოდით, ბევრს რო წიოდით და კიოდით, მაგ მოვა დრო და იქნებით მარტო თქვა თუ არა ზურაბიშვილი და ეგენი ყველა კარგად იქნებიან, მათ შორის უკაცრავად და არ შეიჯვალეგოც გარეთაა, მაგრამ თქვენ მაგ მოხეხავთ კიდე, კაი ხანი მაგ ყველაფერს, იმიტომ ტვინი არა გაქვთ თავში და და თუ ტვინი გაქვთ და იღებთ ფულს და შეგნებულად აკეთებდით ამ ყველაფერს, მაშინ რაც გადაგიხადეს, ახლა ზღეთ მაგის ფასი მაგ. მოკლედ ეს არა საინტერესო საქართველოში რა ხდება, თუმცა საქართველოში საინტერესო მოვლენა მოხდა ერთი გულისხმობ ჩიჩილაკას და ჩინეთის ელჩის შეხვედრას, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე მინდა ერთი საინტერესო მოვლენას გამოვეხმაურო, გაგიმარჯოს ზურამ, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. მოკლედ სომხეთმა გამოაცხადა ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა, რომ თურმე სომხეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ და მოკლედ სომხეთიც ევროპაა რა. აქამდე ხო კავკასიაში მარტო საქართველო იყო ევროპა და უკვე სომხეთიც ევროპა გახდა და ევროპის ნაწილია. აი უძველესი ევროპული ცივილიზაცია ერევანში დაიბადა, დარწმუნებული ვარ. უკვე იქნება ეგ ყველაფერი იწივლონ ქალბატონო მაია, იწივლონ მაგათ საქმე ეგ არის, რომ მაგაში უხდიან ფულს, რომ წივილკივილი კონდეთ და ჭხივილი კონდეთ და აღებული აქვს ახლა უზარმაზარი თანხები და იწივლონ და იგივლონ, ახლა რა უყო. ამაშია საქმე. რომ მეტში არაფერში არ იხარჯება საქართველოში ფული. იხარჯება ესეთი აქტივის შესაქმნელად და შესაკრავად და ევროპა უნდათ და იწივლონ და ხელისუფლებაც კიდე კოცობაც იმიტომ არის მომჯდარი და იმიტომ რა ვიცი ირჩევსო და აგვირჩიესო და ხალხი გადასახადებს, იმიტომ იხდის, რომ ამ ნაგავიდან დაიცვას ქვეყანა და იწივლონ კაცო და ჩვენ დავჯდეთ და უყუროთ. ამას ვამბობდი ყოველთვის. იწივლონ, ჩვენ დავჯდეთ და უყუროთ, ასე მშვიდად და მონოტონურად შემიძლია ამ ყველაფერს გამოვეხმაურო. აბა, ჩეგევარობაც უნდათ, ფულის აღებაც უნდათ და ცივილკივილიც არ უნდათ. კარგია, კარგი. და მოკლედ ძალიან საინტერესო მოვლენა არის ის, რომ აი ეს უკვე გეოპოლიტიკის საკითხი არის. ახლა რამდენად რეალური არის, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი, მეცინება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ამაზე სერიოზული ლაპარაკი შეიძლება ამაზე სერიოზული ლაპარაკი საერთოდ იყოს. მაგრამ ფაქტია ის, რომ როდესაც ქვეყანაში მოდიან ეგრეთ წოდებული ლიბერალური ძალები, ყველას ახლავს ერთი აქსიომა. აუცილებლად იმ ქვეყანაში ხდება არეულობა და ის ქვეყანა კარგავს ტერიტორიებს. ასე მოხდა საქართველოში, ასე მოხდა უკრაინაში, ასე მოხდა სირიაში, ამ ეგრეთ წოდებული რევოლუციების დროს და ასე ხდება ყველგან რა. აუცილებლად მოხდა და ასე მოხდა სომხეთშიც. მოვიდა ფაშინიანი, დაიკარგა ყარაბაღი, არის პრობლემებში, უბედურებაში და საქმე უბრალოდ სხვა რაღაცაში არის, იცით? სომხეთი როგორც ასეთი სახელმწიფო არის აი ყველა ინსტრუმენტით არის რუსული ორბიტის წევრი. არის ODKB-ს წევრი, მართალია შეაჩერეს ეს თანამშრომლობა, ანუ სამხედრო გაერთიანების, არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, ასე რომ ვთქვათ, რუბლის ზონა არის.
არის ძალიან სხვა SNG-ს წევრი თავისთავად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის წევრიც ჩვენ არა ვართ. და აქედან გამომდინარე რა, ამრიდა მით უმეტეს ერთი საინტერესო და მთავარი დეტალი, აი გეოგრაფიაო, ახალი გეოგრაფია იწერება. დიახ, ახალი გეოპოლიტიკური რუკა იქმნება, გეოგრაფია უბრალოდ იგივე რჩება და გეოგრაფიასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სომხეთს საქართველოსთან განსხვავებით არ გააჩნია გასასვლელი ზღვაზე. საერთაშორისო ნაოსნობის საშუალება არ გააჩნია და არის ჩაკეტილი ქვეყანა. იმდენად ჩაკეტილი არის ეს ქვეყანა, ორი მხრიდან მტერი ყავს. ოფიციალური მტერი ეს თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებთან საზღვრები დაკეტილია და უფრო მეტიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება, სანქცირებული ირანი, რომელიც ასევე დახურული ქვეყანა არის და ერთადერთი არტერია აქვს სომხეთს საზრდო, საარსებო, ასე რომ ვთქვათ, ჰაერის გარესამყაროს დაუკავშირდეს, ესაა საქართველო. საქართველოს გარეშე სომხეთის საერთოდ სახელმწიფოებრიობის არსებობა არის საფიქრები. ამიტომ ახლა ამ რეალობაში ახლა სომხები რო ჭკვიანი ხალხია და სომხებს რო ერთმანეთის გატანა შეუძლიათ და ერთმანეთის გვერდში დგომა შეუძლიათ, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, ხო? მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, ახლა ამ რეალობაში როგორ შეიძლება რომელიმე ნორმალურმა, ესე იგი, ხელმძღვანელმა მსგავსი რაღაცა გამოაცხადოს. იდიოტიზმია სრული, ხო? იმისთვის რომ სომხეთი ჯერ ევროკავშირის წევრი გახდეს, საჭიროა გამოვიდეს DST-დან, საჭიროა გამოვიდეს ODKB-დან, საჭირო არის გამოვიდეს ევრაზიული კავშირიდან, საჭირო არის სომხეთის ტერიტორიიდან გავიდნენ რუსული სამხედრო ბაზები და რუსი მესაზღვრეები იქნან მოხსნილი თურქეთის საზღვარს, რომელიც იცავენ. ბევრი უამრავი ხელშეკრულებები, რომელიც რუსეთთან არის დადებული, ეს ყველაფერი გაუქმდეს. ახლა ეს პროცესი რომ მოხდეს, ჩათვალეთ, რომ სომხეთში ისეთი შიმშილი ჩამოვარდება და ისეთი გაჭირვება ჩამოვარდება, რომ რა ვიცი, ამაზე მეტ უარეს რას გაუკეთებს საკუთარ ხალხს, საკუთარი მთავრობა. საინტერესო არის ის, რომ რუსებმა უპასუხეს ამ ყველაფერს, რომ სომხეთიო ევრაზიული კავშირის წევრი არისო და ახლა ევრაზიული კავშირის წევრიც იყო და ევროკავშირის წევრიც იყო, ასეთი რაღაცა შეუძლებელი არისო. თავის დროზე მე მინდა გავახსენო ხალხს, რომ უკრაინის საკითხი, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს ევროკავშირთან ეხებოდა, იანუკოვიჩის დამხობა საიდანაც დაიწყო, რუსეთმა უთხრა, რომ მაშინ გადი ჩვენი ზონიდან და ამ შემთხვევაში მოგიმატებ ტარიფებს, ფასს, ყველაფერს და ამას ვერ მოაწერა მაშინ იანუკოვიჩმა ხელი და დაამხეს ამის გამო და მე რაც მოყვა ამ ყველაფერს, ამ ფერადი რევოლუციებით, უკრაინის ოცნებებს რომ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ყველა ვხედავთ აგერ რა. ხო, აი მაგაში არის საქმე, მაგრამ ეხლა თუ ჩვენ ხვდებით ზურა ამას, თუ ჩვენ ხვდებით, ხო, აი ელემენტარულად, ხო, ამას თუ ხვდებით ამ ყველაფერს, თვითონ სომხები ვერ ხვდებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ბრწყინვალედ ხვდები. და მით უმეტეს თუ კი აი რეგიონისთვის, თუ კი საქართველოს არ იქნა ევროკავშირის წევრი და პროევროპული ქვეყანა, სომხეთისთვის გზა ევროკავშირზე საქართველოსთან გადის. მაგალითი ამის გარდა მეზობელი თურქეთია, რომელიც ნატოს წევრი არის და 40 წელიწადია ევროკავშირის კარებთან ყურყუდობს და დგას და კაცი არ აპირებს მიღებას. ახლა რატო ვლაპარაკობ ამ ყველაფერს რა? აი ეს არის მაჩვენებელი, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიან მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებსაც გააზრებული ძალიან კარგად აქვთ რასაკეთებენ. ძალიან კარგად აქვთ გააზრებული რა შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს. და აი მაგალითი იმის, რომ სომხეთს დაემართოს ის, რაც საქართველოს და უკრაინას დაემართა, ამას არ ჭირდება ბევრი ფიქრი. მაგრამ როდესაც იქ არის დამჯდარი ისეთი ხელისუფალი, რომელი ხელისუფალიც არის მოსყიდული და მართული მთლიანად დასავლეთიდან, მიზან მიმართულად ახდენენ აი ამ მოქმედებას. და ახლა აქედან ჩვენ ქართველები ამ ყველაფერს რო უყურებთ, რა თქმა უნდა გვეცინება. იმიტომ რომ მინიმუმ ჩვენი მაგალითი მაინც უნდა გქონდეთ სომხებს საიმისო, რომ ამ გზაზე სიარული მაგათ დაქცევის მეც არაფერს არ მოუტანთ. მაინც ასე ხდება, მაინც დაადგნენ ამ გზას.
არ არის ეს კარგი, გამომდინარე იქედან რომ ამ გზის გაგრძელებას რაც შეიძლება მოყვეს, ესა დიდი არეულობა და დიდი უბედურება სომხეთში, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც უამრავი ნათესაური ოჯახებია, რომელთანაც სადაც შეიძლება ისევე ომი და უბედურება დაიწყოს, გუშინ წინ მით უმეტეს ალიევმა გამოაცხადა, რომ სომხეთი არის ფაშისტური ქვეყანა და ფაშისტური მმართველობა ყავს და აზერბაიჯანი იმოქმედებს თავისი მოქმედებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არის ის, რომ სომხეთში ხელახლა გაჩაღდეს ეს ყველაფერი და რუსები მიაგდებენ ამ ყველაფერს. ისე როგორც მიაგდეს ყარაბაღის ომის დროს, აი იგივე მოხდება ახლაც. ზუსტად იგივე მოხდება ახლაც და ესე იგი, ვინც ახლა ეკონომიკურ პარამეტრებს არ უყურებს სომხეთის ეკონომიკის ზრდის პარამეტრებს, ალბათ იმისთვის კიდე გაუგებარი. მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს რუსეთთან მიმართებაში განსაკუთრებით რაც სომხეთი შევიდა ევრაზიულ კავშირში, ეკონომიკურ კავშირში, სომხეთის ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით ვითარდება. ძალიან მაღალ დონეზე, ასე რომ ვთქვათ, მაღალი ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით სანქციების მერე. იმიტომ რომ საქართველოსთან ღია, ასე რომ ვთქვათ, ვაჭრობის მეშვეობით შემოდის ყველაფერი სანქცირებული ტვირთები, რაც არის რუსეთისთვის სომხეთში, ერტყმება შემდეგ სომხური, ასე რომ ვთქვათ, მარკა ამ ყველაფერს და სომხეთიდან დაბეგვრის გარეშე მიდის რუსეთში და უკვე სანქცირებული ტვირთები და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ევროკავშირი, რომელიც ვენებს იჭრიდა საქართველოსთან მიმართებაში, რომ აი თუნდაც მანქანები, აი ჩვენ ქართველ მანქანების მოვაჭრეები, ვინც არიან, რო უკრძალავდნენ რუსეთში მანქანის შეყვანას და დედარ საქართველოსთან სანქცირებული ტვირთი გადის და ასე რო წიოდნენ და კიოდნენ. სომხებზე ამას არავინ არ ამბობდა. პირიქით, თავზე ხელს უსვამდნენ, რომ მიდი სომხეთო, ახლა ვიზას მოგიხსნით, ახლა ევროკავშირის წევრი გახდებით და აი აქეთკენ მიდის საქმე. სინამდვილეში საით მიყავთ ახლა ეს ყველაფერი. სინამდვილეში მიყავთ ისევე იმ უბედურებისკენ, რა უბედურებაც გადაიტანა რეგიონმა და ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც თუ ამ გზას გაყვება სომხეთი, ისინი დააქცევენ თავიანთ ქვეყანას. მე ახლა იცით რა არსებობს შეგნებული ღალატიც და კაცო თავიანთი საქმეს თვითონ იციან თუ მართლა ასე თვლიან სომხები ევროკავშირში კი არა ნატოში შესულან კაცო ეს მაგათი საქმეა ჩემი რა საქმეა ჭკუა რო ვასწავლო მაგრამ არსებობს გეოპოლიტიკური რეალობა აი ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში მოქცეული ეს პატარა სახელმწიფო ძალიან პატარა მოსახლეობით და ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებით და რთული გეოგრაფიით. ეს მხოლოდ და მხოლოდ დაქცევისკენ წაიყვანს. მაგრამ საერთო ჯამში რასთან აგვაქვს საქმე? მიმდინარეობს გადანაწილება. ანუ ის რეჟიმი, რომელი რეჟიმიც მოქმედებდა, ასე რომ ვთქვათ, მსოფლიოში 1945 წლიდან უკვე ნელ-ნელა ინგრევა და ყველა სახელმწიფო ნიშნავს თავის ტერიტორიას. თავის გავლენის სფეროს და ამის მაჩვენებელი არის ის, რომ რასაც ტრამპი აკეთებს და მისი გუნდი რასაც აკეთებს, ხო, იგივე გრენლანდიის ათვისებასთან დაკავშირებით, პანამის ათვისებასთან, მისაკუთრებასთან დაკავშირებით, კანადის მისაკუთრებასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ ახალ გეოპოლიტიკურ ტურბულენტობაში, ეს ახალი მსოფლიო გადანაწილებაში გადაინაწილონ მყარად ის, რაც მათ ეკუთვნით. და აი სამხრეთ კავკასია ეს ჭიდილის არეალია, ასე რომ ვთქვათ. აქ განსაკუთრებით რთულადაა საქმე, იმიტომ რომ ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში ძალიან ბევრი ქვეყანა არის ჩარეული. რა თქმა უნდა, რუსეთი და მისი გავლენის სფერო, რა თქმა უნდა, თურქეთი და მისი გავლენის სფერო და თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის იქ, რაც სომხეთში ხდება და აზერბაიჯანისთვის, იმიტომ რომ საქართველოსთან ერთად სომხეთი კეტავს დიდი ტურანისკენ მიმავალ გზას, რაც ეს თურქების დიდ გეგმაში არის ყველა თურქული ტომების გაერთიანების შესახებ და ზუსტად ამას კეტავს ის ზანგეზურის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანს და
თურქეთს, ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთთან აკავშირებს. საინტერესო არის თვითონ ირანის მოქმედება, ირანი, რომელსაც თავისი გავლენები აქვს ამიერკავკასიაში ისტორიულად და საინტერესო არის თავისთავად დასავლეთის ამბავი. ახლა დასავლეთისთვის კავკასია ეს არ არის არც ბალტიისპირეთი, ეს ბალტიისპირეთის ზღვა, ეს არის ის რეგიონი, სადაც ისტორიულად ევროპული ტომები ცხოვრობენ. ესე იგი არ არის მათთვის ეს არც ბალკანეთი, არ არის ეს მათთვის არც იგივე უკრაინის სივრცე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება, ეს არის კავკასია, რომელიც სივრცეც შეიძლება მან გამოიყენოს იმ ასე რომ ვთქვათ, ბუფერად, რომელი ბუფერის ადრე თუ გვიან რუსეთის სახით ნელ-ნელა უახლოვდება და გავლენის სფეროების შორიდან თამაში. ამასთან აგვაქვს ახლა ჩვენ საქმე. ამასთან აგვაქვს საქმე და დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ასეთი კვერის და მათრახის პოლიტიკით მიიტყუონ თავისთან ქვეყნები, როგორც ყავდათ მიტყუებული საქართველო, როგორც ყავდათ უკრაინა მიტყუებული და რაც დამართეს და რაც დაგვემართა, ისე იტყუებენ ახლა სომხებსაც. და საჭირო მომენტში მიატოვებენ. ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომ ჩვენ რეალობაში ამ ყველაფერს სჭირდება დაკვირვება. სომხეთში მიმდინარე მოვლენები და საქართველოში მიმდინარე ის წივილ-კივილი და არეულობა ერთმანეთიდან არაა გასამიჯნი, ეს ჩვეულებრივად რეგიონის პოლიტიკაა. ამიტომ არის დღეს რომ მაგალითად შემოუთვალეს იმიდან, რა ქვია, ამერიკელმა სენატორმა შემოთვალა, რომ საქართველოს მთავრობამ მაკეინის ინსტიტუტიდან დგას რუსეთის, ირანის, ჩინეთის და აზერბაიჯანის გვერდთან. საინტერესო აზერბაიჯანის გვერდითაც, იმიტომ რომ აზერბაიჯანში დასავლეთმა საერთოდ დაკარგა გავლენა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ. და რა თქმა უნდა, ახლა აზერბაიჯანის ბოროტების ღერძათაა გამოცხადებული, ისევე როგორც ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი და ჩვენ იმათ მხარეს ავართ თურმე. სომხეთი თურმე სწორ გზაზე დგას. რა არის ახლა მათ ინტერესებში? სომხეთთან მიმართებაში, ჩვენთან მიმართებაში. ძალიან მარტივია ყველაფერი. რაც საქართველოსთან მიმართებაში არის, იგივე არის სომხეთთან მიმართებაში. მოახდინოს საქართველოს და სომხეთმა რეგიონის დეტონაცია. დეტონაცია მოახდინოს, რომელიც დეტონაცია შემდეგ გამოიწვევს დიდ ომს. სხვა არაფერი. ამიტომ ამ ყველაფერს დაკვირვება ჭირდება. დღეს მაგალითად აქამდე ახლა ჩვენი მთავრობა სულ სალანძღავი და დედასაგინებელია, მაგრამ ის რომ არ გაყვა ამ ბრიუსელის ამ მოთხოვნებს და ამ ნატოს და კვატოს მოთხოვნებს და სად ბოლომდე არ დააქცია ქვეყანა და ყველამ ვიცით ახლა ეს რატო არ გააკეთა, იმიტომ არ გააკეთა, რომ პირველ რიგში ქოცები დაკარგავდნენ სკამს, ფულს, ბიზნესს, ყველაფერს, მაგრამ მეორე რიგში ხო, ჯანდაბას მაგალითად, მაგრამ მაინც ხო ქვეყანა გადარჩა. მეტყობა სომხეთში ამის ტვინი არ აქვთ. მზად არიან ყარაბაღს მიამატონ დანარჩენი, იმიტომ რომ განცხადებები პირდაპირ იქნა გაკეთებული რუსეთიდან, რომ თუ სომხეთი ამ გზით წავა, საერთოდ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაზე შეიძლება იფიქროს. იმიტომ რომ რეგიონში მაშველად არავინ არ მივა. და თვითონ არა აქვს ამ ქვეყანას იმის თავი, რომ საქართველოზე ნაკლებია მოსახლეობით, ტერიტორიულად ბევრად ნახევარი საქართველოს ყელა არის და ამას იზამს, მაგრამ როდესაც ყავს თავში ესეთი მოღალატე რეჟიმები, ამან შეიძლება ეს ყველაფერი მოიტანოს. მე კავკასიის რეგიონის აფეთქებას ზიანს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე ზიანს მოუტანს ჩინეთს. უზარმაზარ გეგმებს, რომელიც ჩინეთის გეგმებში არის, ტრანზიტი იქნება თუ სხვა ადგილობრივი ინვესტიციები და უამრავი სხვა გეგმა, რომელიც გააჩნია, იმიტომ რომ ეს არის ის ყელი, რომელი ყელიდანაც ჩინეთის არტერია არსებობს, სავაჭრო არტერია ერთ-ერთი და უფრო მეტი ხდება. ახლა ვინც თუ ვინმე არის დაკვირვებული, უნდა ადევნებდეს თვალს და გამეთანხმება ალბათ, რომ ჩინეთი უზარმაზარ თანხებს დებს, მაგალითად ყაზახისტანის რკინიგზის რეკონსტრუქციაში, იგივე ყირგიზეთის ახალი რკინიგზის დაგებაში და რეკონსტრუქციაში
იმიტომ რომ ჩინური ეკონომიკა არის უზარმაზარი ეკონომიკა, პირველი უკვე ექსპორტის მხრივ პირველი ქვეყანა არის. და თავისი სავაჭრო გზები ჭირდება და ახლა მათი მოწინააღმდეგეების აზრი ისაა, რომ ამ ყველაფერზე პრობლემა შეიქმნას და ამ პრობლემას ზუსტად შეუძლიათ ესეთი პატარა ქვეყნებს შეუქმნან ამ დიდ ქვეყნებს ესეთი პრობლემები და საჭიროა რომ ამ ქვეყანაში ყავდეს მოსყიდული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც მის ქვეყანას ურჩევნია აქ შიგ ევროპაში ცხოვრება, იქ თავისი ოჯახის ყოფნა, კარგად ყოფნა, გულაობა და ასე შემდეგ. ეს არაერთხელ ნახეთ ჩვენ თავს. დღეს კიდე მოხდა ერთი საინტერესო მოვლენა, ანუ ეს რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს, რომ ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩინური ინტერესი საქართველოში არის ძალიან მაღალი. ძალიან მაღალი. რა ვიცი, ჯერჯერობით არავის არ წაგვიკითხია და აზრი არა ვართ, სიმართლე გითხრათ, რა წერია იმ სტრატეგიულ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა ჩინეთთან. ყოველ შემთხვევაში ჩინეთმა როგორც პატიოსნად დაიცვა მისი პირობა, რაც შეეხება იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან უნდა გქონდეს ღია სავაჭრო ურთიერთობა, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირ ავიარეისები. ჩინეთმა ხელმოწერიდან რამოდენიმე თვეში ეს პირობა შეასრულა და საერთოდ ასე იქცევა. მე ამ მონებს მინდა უთხრა ეს დასავლეთის მონებს. რა ეს სტრატეგიული პარტნიორის მიმართებაში ქვეყანა ასე იქცევა. ხსნის ვიზებს, ხსნის სავაჭრო ბარიერებს და ახდენს პირდაპირ რეისების დანიშვნას და არა ისე როგორც საქართველოსთან მიმართებაში 30 წელიწადია, უბრალოდ 32 წელიწადია, რომ ესე იგი უსასტიკესი სავიზო რეჟიმი ჰქონდათ დაწესებული, არანაირი ეკონომიკური თანამშრომლობა, ერთი ქარხანა, ერთი ფაბრიკა არ აშენებულა და საქართველოსთან ამერიკაში ვერაფერს ვერ გაყიდი და ვერ გაიტან, ჯერ აგოქა საყიდი ახლა. ყველაფერი დანგრეული და დაქცეულია, მაგრამ მაინც იმ ბორჯომს და იმ ღვინოსაც ვერ გაყიდი და ვერ გაიტან. სავაჭრო ბარიერები და ფრენების მხრივ რომ ამერიკული კომპანიები მთელი მსოფლიო მასშტაბით დაფრინავენ, პირდაპირ რეისები ამერიკას და საქართველოს შორის არ ფუნქციონირებდა. ამიტომ ბლეფია ეს ყველაფერი. ბლეფი იყო თავიდან, ბლეფი არის ახლაც და ბლეფი იქნება მომავალშიც. საქართველოს არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე. საქართველოს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ვასალი. მონა რომლის მთავრობასაც რასაც უნდა ეტყოდნენ, იმას გააკეთებდა, რომლის ტერიტორიასაც გამოიყენებდნენ ისე, როგორც გამოსაყენებელი არის, რომლის ჯარსაც წაიყვანდნენ იქ, სადაც წასაყვანი არის და ეს მორჩა დამთავრდა, რომელიც ეყოლებოდა სულ ჩამოკიდებული მათხოვრად. აი ეს არის ამერიკული დამოკიდებულება პარტნიორების მიმართ. რანაირი პარტნიორობა იციან და რანაირი მეგობრობა იციან, აი ხელის გულზე ჩანს აგერ, ხო? ეხლა საქართველოს კი არა, თქვი ოჯახაშენებულო, კანადა და ამერიკა ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორებიც არიან, ერთ სამხედრო ბლოკში არიან, ერთი ყველაზე დიდი სასაზღვრო ზონა მაგათ გააჩნიათ ერთმანეთთან. ჩერეზ მექსიკით კი ძმა შეყავდათ. ხო და დაპყრობას უპირებს, სრულად დაპყრობას უპირებს. აქ ზოგი ერთმა დამიწერეს, რომ განცხადებაო მოქმედებას არ ნიშნავს. იცი, მაინტერესებს ისე პუტინს რო განეცხადებია, რომ ისო რა ქვიაო, საქართველოს 27-ე ავტონომიის სახითო შემოვიდესო იმაშიო რუსეთის ფედერაციაში რა კივილწივილი იქნებოდა, რო ეთქვათ, რომ თქვათ ბელორუსია უნდა შევიერთოთ, ანუ ან ყაზახისტანი უნდა შევიერთოთ. აი ხო ხედავთ პუტინმა რა გააცხადა, აი ხო ხედავთ ამერიკამ თუ თქვა არა. ამერიკელები წმინდანი ხალხია კაცო. მოკავშირეა მათი დანია ხო ერთ სამხედრო ბლოკში არიან და ერთი ისა. კაცო ტერიტორიული ხიანობას ტერიტორიას თხოვს, ართმევს. და ყავთ იქ უკვე 50000 კაცი ცხოვრობს, თლათ იმ გრენლანდიაზე მეტი კი არ ცხოვრობს. მაგრამ რესურსები ძალიან მდიდარია. და ეს ხალხი იქ იძახიან, რომ თურმე უკვე ყავთ იქ თავიანთი მეხუთე კოლონა და მიტოვებულები ვართო, ისო რა ქვია, გრენლანდიელებიო და წაგვიყოს ამერიკამ და მოგვიაროს და მივხედოს. ყავთ იქ უკვე თავიანთი სეპარატისტები. სეპარატიზმის გაღვივების გამოცდილება ცერეუს და ამერიკას როა გიმდენი ვის აქვს. ისე იყო პანამასთან დაკავშირებითაც. როგორც ჩვენთან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მოხდა, იქ ადგილობრივი სეპარატისტები რო გამოყვეს
არიეს და მიეხმარნენ რუსები, ზუსტად ისე მოხდა, იქ კოლუმბიის საკუთრება იყო პანამა. იქაც სეპარატიზმი მოაწყვეს და გამოყვეს და მე დაუდგენ გვერდს და ცალკე სახელმწიფოდ შედგნენ და ჩამოაყალიბნენ ერთადერთი მიზნით. აი ის არხი რო ყოფილიყო მათი. ხო, ახლა მსგავსი რაღაცეები ამერიკელებს იგივე მექსიკასთან მიმართებაში, ხო, იგივე ტეხასის შტატთან მიმართებაში, იგივე დანარჩენ შტატებთან მიმართებაში ეს ამერიკელების ჩვეულებრივი სამოქმედო გეგმა, თუნდაც ელემენტარული აი რო ჩავხედოთ ჩვენ აგერ იმისი რა ქვია, კოსოვოს პრეცედენტი, ხო, არაფერი განსხვავებული იქ არ ხდება. საგიჟეთი რო არის შემოძმაო და 1000 ტვინარეულობა რო ხდება მთელ მსოფლიოში, ამიტომ უნდა იყოს ხალხი საქმის კურსში და აზზე უნდა იყოს, მაგრამ ერთი მაჩვენეთ თქვენ მე როდესმე ერთი რაიმე გეოპოლიტიკური განხილვა ყოფილიყოს ტელევიზიაში, აი სხვა ტელევიზიები არ აკეთებენ, თქვა საზოგადოებრივი მაუწყებელი. დაუძახონ განათლებულ ადამიანებს, დაჯდნენ, ილაპარაკონ კურსთან დაკავშირებით, სოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. არა. ყველგან არის ტიტყინი. იქ ნაცი, ქოცი. ახლა ერთმანეთთანაც აღარ მიდიან. ქოცი ცალკე უბერავს, ნაცი ცალკე უბერავს და აი ამ დღეში არის ქვეყანა ჩავარდნილი და მე უკვირს ხალხს, რომ ამ დღეში რატო ვართ. ერთი განხილვა არ მომხდარა. იმიტომ არ მომხდარა, რომ ხალხს რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა ადამიანმა, აღარ იქნება ეს შეხედულება. ის შეხედულება, რა შეხედულებაც არის ბევრში ჩამოყალიბებული. შეპყრობილივით, რო წევიან და კევიან, გინდა თუ არა, იმაში ნატო-კვატოში გვინდა. ხო? და ევროკავშირში გვინდა. ამიტომ უნდა იყოს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ჩვენი მომავალი არის იქ, ჩვენი გადარჩენა არის იქ, ჩვენ უნდა გადავრჩეთ ასე გავუკეთეთ სომხებსაც. დაემართებათ ის რაც დაემართებათ. მოკლედ, აი ამის თქმა მინდოდა, ეს რეალობა ჩნდება, იკვეთება და უახლოეს მომავალში საფიქრებელია, რომ კონფლიქტი იქნება. ახლა ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ აი ტრამპის და პუტინის შეხვედრა რაღაცას გადაწყვეტს და ხალხო, მსოფლიო ისე არეული, ტრამპი და პუტინი კი არა, ამას ახალი იალტის კონფერენცია და ახალი პოცდამის კონფერენცია თუ უშველის, თუ არა. ერთი შეხვედრით და ორი შეხვედრით რამე რო ლაგდებოდა ეს გამორიცხული. გამორიცხულია, მით უმეტეს ამერიკელებმა ახლა ისე დაიწყეს ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ, ახლა არევდარევა, აი მაგალითად აქ ევროპელებს ეს მასკი და ეს სასტავი ისე დაერია და ისე აურდაურია ყველაფერი. აი საფრანგეთის პრეზიდენტი ცალკე კივის დაწივის ჩემი ქვეყნის საქმეებში ნუერევიო ცალკე გერმანიაში განსაკუთრებით ცხვირი აქვს ჩაყოფილი, აგერ იყო ახლა მაგალითად დღეს იყო რომ თავარი ოპოზიციური ფაშისტებს რო უძახიან გერმანიის იმას რა ქვია ალტერნატივა გერმანიისთვის, განსაკუთრებით იმათ გულშემატკივრობს მასკი და რა თქმა უნდა სისულელი და იდიოტიზმი გააკეთაო წინამთავრობამო, იმიტომ რომ გერმანიის ეკონომიკა და ენერგეტიკა შეწირა ამ იდიოტურ დამოკიდებულებას, რა, საკუთარი ქვეყნისო მტრები იყვნენო, ხო? ბირთვული სადგურები გააჩერესო, იქ რუსეთთან იაფიანი გაზის მოწოდება ესო და მართალიაო, ახლაო, როდესაც არაკომპეტენტური ხალხი მართავსო, მერეო იმასო რა ქვია, ბოროტ ხელებსო და იმგესო არ უნდა უყურებდესო ადამიანიო, მას მოუთხრა, ამიტომ კი, ავსტრიაშიც გამოსვლებია, ავსტრიაშიც გადადგა ხელისუფლება, როგორც ვიცი, ხელისუფლება რომ მეგონი ისა პრემიერი და რა ვიცი, ყველგან ერთი საგიჟეთი არის რა, და უფრო იქნება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მაშინ სხვა პიროვნებები ინაწილებდნენ სამყაროს და სულ სხვა რეალობა იყო და ახლა ჯერ საერთოდ გადანაწილება ესე ხდება, ჯერ უნდა მოხდეს დიდი აფეთქება, როგორც იყო საერთოდ და საერთოდ ასე ხდება, ხო? აი პირველი მსოფლიო ომის მერე გაიყვეს სამყარო, მეორე მსოფლიო ომის მერე კიდე დიდი აფეთქება მოხდა და გაიყვეს სამყარო და ახლა ასე უომრად და უსისხლოდ არაფერი არ იქნება. ეს უკრაინის კონფლიქტი თუ გონიათ, რომ საკმარისია ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილებისთვის, ტყუილია ესე არა. ევრაზიის კონტინენტზე უკვე მრავალპოლარული სამყარო ჩნდება.
გიგა ყოველ შემთხვევაში რაც შეეხება სომხეთში კონფლიქტი თუ გაიმართება, სომხეთი ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს აზერბაიჯანს და წინააღმდეგობას გაუწევს თურქეთს, რომელიც მოკავშირეები არიან ერთმანეთის. აუცილებლად წააგებენ ამ ომს. მით უმეტეს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ვინც აყავთ რუსეთი, იმათთან თუ გაიფუჭეს. ახლა სომხეთს სიმართლე გითხრათ, ხო? ჯერ კიდე სომხეთის უსაფრთხოებას აჩერებენ ის სამხედრო ბაზები და ის რუსი მესაზღვრეები, ვინც იქ დგანან. იმიტომ რომ მათზე თავდასხმა ავტომატურად რუსეთზე თავდასხმას იწვევს. ეს არაა ყარაბაღი, რომელიც სადაო ტერიტორია იყოს. ეს არის სომხეთის ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება იქ ოდკბ-ს მანდატი, სხვა 1000 ხელშეკრულებები და პირდაპირ რუსეთთან ჩარევას ნიშნავს. ეს არა, იმიტომ რომ ყარაბაღის საკითხი სხვანაირად იყოს. ყარაბაღს მთელი მსოფლიო თვლიდა აზერბაიჯანის ტერიტორიად, აღიარებული იყო და სომხები თვლიდნენ თავისად. ამიტომ ის რასაც მისად თვლიდა აზერბაიჯანი, ის ტერიტორია დაიბრუნა, მაგრამ ეს უკვე სომხეთის ასე რომ ვთქვათ, სუვერენული ტერიტორიაა და ახლა ამ ქვეყანასაც ახლა ამ წუთში რაც აქვს დარჩენილი იმის განადგურებას და განიავებას თუ უნდათ, რუსული სამხედრო ბაზები უნდა გაიყვანონ და გამოვიდნენ ევრაზიული კავშირიდან, გამოვიდნენ ოდკბ-დან და დარჩენ 80 მილიონიანი თურქეთის და 10 მილიონიანი აზერბაიჯანის კბილებამდე შეიარაღებულ არმიასთან 2.800.000 კაცი ცხოვრობს მომენტად სომხეთში, კი არა. ხო. აი ეს შედეგი ექნება. და შედეგზე იმაზე არის საუბარი, რომ სომხეთს შეიძლება გაქრეს რუკიდან. აუ ჩვენთვის რა ექნება? არა არსებობს ჩვენთვის რა უნდა კონდეს რა. კარგი რა არის მაგაში. სომხეთი ჩვენი ისტორიული მეზობელი არის, ახლა მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს თუ ასია თუ ისეა, ბევრი ის ყოფილა ისტორიაში, ჩვენთვის ახლომდგომიერია და მისი ცუდად ყოფნა რატო უნდა გინდოდეს. ხო? მით უმეტეს თუ ისინი ცუდად იქნებიან, ისევე საქართველოს დააწვება ეგ ყველაფერი. ახლა სომხები თურქეთში და აზერბაიჯანში არ გაიქცევიან, გამოიქცევიან აქეთ საქართველოში და ეს საქართველოს დააწვება გისერს. არც ირანში არ გაიქცევიან. ამაზე ტვინია კიდე გასანდრები ცალკე. ეს რეალობა არის, რომელი რეალობა შეიძლება შეიქმნას. არსებობს სხვა ალტერნატიული რეალობა, რომელი ალტერნატიული რეალობა შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს. ანუ მეორე საკითხი არის, რომელი საკითხიც პირიქით შეიძლება უკეთესი იყოს. ეს არის თუ შეძლებენ მოილაპარაკონ იმასთან, რა ქვია, აზერბაიჯანთან საზღვრების საკითხთან დაკავშირებით და იყოს სომხეთი ისეთი ქვეყანა, რომელი ქვეყანაც არის და გაიხსნას კორიდორები, გაიხსნას საზღვრები თურქეთთან, გაიხსნას საზღვრები აზერბაიჯანთან, სომხეთმაც უზარმაზარი შემოსავალი მიიღოს ამ ყველაფრით და საერთოდ კავკასიის რეგიონში დადგეს მშვიდობა. ამდენი ომების და უბედურებების მერე როგორ რეგიონში დადგეს და ეს სამი ქვეყანა, სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი, ყოველ შემთხვევაში იყოს რეგიონის ყველაზე ახლო ეკონომიკური სახელმწიფოები. ამ შემთხვევაში ეს ყველასთვის კარგი იქნება. მაგრამ ეს ისტორიულად ამის ტვინი არ აქვს რეგიონში. 1919 წელს იმის მაგივრად, რომ სომხეთსაც და საქართველოსაც ერთად მიეხედათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, დაშნაკებები 1919 საქართველოს დაესწრნენ და ომი კონდათ საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ერთად შევკრულიყავით და ერთი ის გქონოდა, მაშინ სხვა რეალობა იქნებოდა და არ დგება ეს რეალობა და იმიტომ არ დგება ეს რეალობა, რომ მოღალატე მთავრობებია. ამ რეალობაში სომხეთიც ბევრს მოიგებს, მაგრამ მე იქ მთავრობებს გრანტები არ მიუვათ და ისე როგორც აქ არიან ჩვენთან ფუჩუკუტუ ორგანიზაციები, იქაც ბლომად არიან. ერთ და იგივე თამაშდება ყველგან. აქედან გამომდინარე არაა საშველი. მაგრამ საშველი ამას გასაგებია. ამიტომ შენი ქვეყანა უნდა გადაარჩინო ამ შემთხვევაში და თვითონ ჭკვიანი ხალხი არიან სომხები და წესით უნდა მოვიდნენ აზრზე, რომ თლად დაქცევისკენ არ წაიყვანონ მისი ქვეყანა და თუ წაიყვანენ და თუ ეს არის მათი არჩევანი, კაცო, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ამ გეოპოლიტიკურ რეალობას და რა ვიცი, სხვა რანაირად ხედავს.
ვერ გეტყვით. თუ ვინმეს რამე კითხვები გაქვთ, დამისვით და დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო. ვერ გავიგე აქ აფხაზეთთან დაკავშირებით რას მეკითხებიან. ნუ ახლა კი ასნაირი სამხედრო ექსპერტები და იმნაირი პოლიტიკოსები რანაირად საქართველოში არიან, კი ხედავთ აგერ რაფერაც მიყავთ ქვეყანა. არ ვიცი ახლა წინასწარმეტყველებაში ბევრი რაღაცებია, წინასწარმეტყველები, მაგრამ ერთი ის კი ვიცი, რომ ამ ყველაფერს დიდ წინასწარმეტყველება არ უნდა. საითაც მიყავთ მისი ქვეყანა, ასე დაასრულებენ. თუ რუსული სამხედრო ბაზები გავიდა სომხეთიდან, სომხეთს გაგლიჯავენ შუაზე. აი ესაა გარდაუვალი. ზურა, რა შეეხება ამ აქციებს, ეს ჩვეულებრივი გაგრძელება არის იმ დაწყებული ომის, რომელი ასე რომ ვთქვათ, ჰიბრიდული ომი არის დაანონსებული რა. ახლა კი არა, ჯერ კიდე არჩევნები არ ხდებოდა, რომ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნების შედეგი ეს ვამბობდი ჩემ ლაივებში, ამბობდნენ კიდე სხვაებიც, ახლა ამ პარტაუნურად არ მინდა გამომივიდეს, რომ ყველა მიცოდა, რომ ეს როდესაც დამთავრდებოდა არჩევნები, ესენი არ აღიარებდნენ ამ არჩევნებს, ამას დასავლეთი მხარს დაუჭერდა, წავიდოდა მიტინგები და აი ამ მიტინგებს ან გაუძლებდა ქოცების რეჟიმი, ან ვერ გაუძლებდა რა. ამ ორიდან ერთ-ერთი ვარიანტი იყო. ჯერჯერობით უძლებენ. თუ გინდათ რომ შეაჩეროთ ეს ყველაფერი, ხო, ანუ რეალობაში ასეთ შემთხვევაში მაშინ უნდა შეწყვიტონ დაფინანსება. მაშინ ის კი არ უნდა იყოს რუსული კანონიო და ასე სისულელეები რომ მიიღეს და მხოლოდ იმის რა ქვია დეკლარაციის შევსებას თხოვენ. უნდა გადმოიღონ აქ ფრანგული კანონი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და იღებს ფულს უცხოეთიდან, 5 წლიანი და 10 წლიანი ციხე ეკუთვნის და დამთავრდება იქ ყველაფერი და ავიც ქოცები ჯერჯერობით ფიქრობენ, ახლა ქოცებს ეს აწყობთ, რომ ამათ ფონზე თვითონ კარგად ჩანან და რამდენი ხანიც აცლიან, რომ კონდეთ ეს მიტინგობია ქოცები, იმდენი ხანი ექნებათ რა. აი ესაა შემოძრომა ახლა. ზუსტად მაგის დრო არავინ არ იცის. ქოცები თვლიან, რომ მათ გადალახეს ეს ყველაფერი, გადაიტანეს და უნდა გააგრძელონ ეს ყველაფერი და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის იმიჯს და ყველაფერს, მაგრამ მეორე მხრივ ჭირდებათ დასაბოლებლად ხალხის, რომ ჩვენ თუ არა, აბა ესენი მოვლიან და ესა. როგორ გავანათლოთ ეს ახალგაზრდებიო? აი მე რანაირთულ კითხვას მისვამთ. ჩვენ რა უნდა გავანათლოთ? ეს ახალგაზრდები ყველაზე ცოდვები არიან. მათი ბრალი არა ამ დღეში რო არიან. აი უფროსი თავ ჩვენი ბრალი არის რომ ამ დღეში არის. და ქოცების ბრალია. 12 წელიწადი არის ერთი სასკოლო პერიოდი. როდესაც მოვიდნენ ნორმალური განათლების სისტემა რო შეექმნათ და ესწავლებიათ ხალხისთვის ნორმალურად და ნორმალური თაობა მიეღოთ 12 წლის თავზე იმის მაგივრად ჯეჯელავა და ამნაირი ლენჩები დანიშნეს განათლების მინისტრებად ვაშლებზე და იმგენზე, რა ქვია, მზეთუნახავებს და კომბლეებს რო დაძდევდნენ და ბიძინა ივანიშვილი ჩაწერეს უახლეს ისტორიაში როგორც ქველმოქმედი. რა თქმა უნდა, ზურა, ეს დაღლილები მთელი ცხოვრება ასე, აი 30 წელიწადია ეს არ გაჩერებულა და რატო არ გაჩერებულა? ხო? მიეცა საშუალება, მიცა ყველა მოღალატე ხელისუფლებებმა ზვიადის მერე საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ქონოდათ თავისი წარმომადგენლობა. და ისინი ქმნიდნენ შემდეგნაირ რაღაცას რა. ქმნიდნენ. მიდი ჩაეწერე მაგათთან არასამთავრობოებში იქნები, დაგიფინანსებენ ან სწავლას, ან იმას, მერე წაგიყვანენ უცხოეთში, გასვამენ, გაჭმევენ, დაგამთავრებიებენ სასწავლებელს და დამთავრებებს მერე მოგიყვანენ და დაგსვამენ საქართველოში დიდ თანამდებობაზე და უნდა ასრულო ამათი დავალებები. აი ეს თაობები გამოიზარდა 30 წლის მანძილზე, რომლებიც უბრალოდ ქართულად ლაპარაკობენ, ზოგიერთი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს წესიერად. და მეტი მაგათ თავში არაფერი არაა და ეს უკვე იმდენად გაჯდა საზოგადოებაში ეს საწამლავი, ხო? აი მივიღეთ ეს ყველაფერი.
ეს რომ თავიდანვე არ დაეშვა ხელისუფლებებს, ამდენ მოწამლულ ადამიანს ვერ ვნახავდით ქვეყანაში, მაგრამ დაუშვეს, იმიტომ იყო მოღალატე შევარდნაძე, იმიტომ იყო მოღალატე სააკაშვილი და იმიტომ ღალატობს და იმიტომ არის ღალატში ჩაბმული ივანიშვილი, რომ მან არაფერი არ მოიმოქმედა საიმისოთ, რომ ეს არ მომხდარიყო ქვეყანაში. ახლა უამრავი YouTube-ზე განსაკუთრებით კომენტარები მხვდება, რომ აი აქამდე ბიძინა აცლიდა და აქამდე ლიბერალები იყვნენ და ლიბერალები მტრები არიან და 12 წლის მანძილზე 6 თვე რა თუნდა კომისიას. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გამოძიებული, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო დამუშავებული და უნდა ყოფილიყო დადებული. უნდა ყოფილიყო გაწმენდილი პროკურატურის სისტემები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩები კისრის ტეხით რო გარბიან, რუსული კანონის წინააღმდეგო და ესე შემდეგო. და ასე შემდეგ რა. უნდა დალოდებოდა თავის საათს და უნდა ემოქმედა. არაფერი არ გაუკეთებია, მაგრამ ახლა იწყებს იმის, რა ქვია, ძებნას და ახლა იწყებს თურმე გამოძიებას და სისულელე ბოდვა ხალხო. თქვენ გონიათ მართლა ისინი რამის დამჭერები არიან? მე მიყვარს რეალობა და სიმართლე. ვისი დამჭერები არიან ხალხო ესენი? სააკაშვილი ვერ გადაუყვანიათ ვივამედიდან ციხეში. და წლების 2 წლის მანძილზე დღის წესრიგი იქმნებოდა იმითი სააკაშვილმა რამე ჭამა? სააკაშვილი ტუალეტში წავიდა, სააკაშვილი ტუალეტიდან გამოვიდა, აბა ვინმე რამე ხო არ შეუტანა? ო 2000 კი ძმო მაგას ვამბობ ზურა მეც მაგის 2004 წლის საარჩევნო კამპანია რო იყო და გამოვიდა სიტყვით, მაშინ დავსვი ერთი კითხვა. ახლა რომელი წელია თქო? რაც 2012-ში რაც 2012-ში დაპირდა ხალხს აკეთებს იმას ახლა. ახლა ამთავრებს კოჰაბიტაციას, ახლა ამთავრებს არც იმის დამთავრებელი არაა ჩემო ძმო. არც ახლანდელი განათლების მინისტრი უქნია გამჩენს და არც ერთი კადრი ქოცების არ უქნია გამჩენს ჩემო კარგებო. რა გითხრათ? გაცრავად. ვერ გითხულობ ერთი. კოჰაბიტაციის მადლია, კოჰაბიტაციის. ნამდვილად. არ არსებობს შემოკარგებო, აი ხო და აი რაშია საქმე, იცი, მე მიყვარს სიმართლის თქვა, მე მეუბნებიან, თავიდან არ ჯერათ და მე მეუბნებიან, აი დღესაც ერთმა ახლობელმა დამირეკა და მითხრა, რომ აი თავის დროზეო რო არ დაგიჯერეო, ახლა უხდებიო იმასო, რა ქვიაო, რომ ელემენტარული, ხო? აი დიდი აი ეს ეროვნულებზე როა ლაპარაკი, ხო? აი ჩიჩუა როა ეს ჩიჩუა. თუ ჩაჩუა. დიდი მორწმუნე და დიდი ისა რა ქვია რაღაცა ქართული იდეა როა პარტია. გამოვხტარა ახლა და მაგასაც მოუთხოვია ახალი არჩევნები ჩაატარეო და ახლა მივხვდიო თურმეო რომ ამდენი ხანიო ესო თურმეო იბოლებოდაო. თავის დროზე რომ ამბობდი ამას, შენ რას ამბობ, ჩიჩუა მორწმუნია, ჩაჩუა უკაცრავად. ღმერთი წამს, პატრიარქი წამს, ეკლესიაში დადის, ლოცულობს კაცი. ერთ ჩვეულებრივი თაღლითი იყო და თაღლითი არის ახლაც და არ უნდა ამ ხალხს ამის დაჯერება და ახლა ერთი არის რომ ესა რა ქვია არ გინდოდეს, მაგრამ მეორე არის რომ შენ დომაზე არაა დამოკიდებული. კი ბატონო, კოცური კანონია. უბრალოდ გასაგებად თქვი რომ ის მარტივად გასაგები იყოს ამაში. ხო და აი ეს არის რა იცით, იმიტომ ეს კონსერვატორი კაცი, ეს მორწმუნე კაცი გამოხდა ახლა და სააკაშვილის და ამად გვერდში დადგა და არჩევნებს ითხოვს. ბიჭო, რაც შენთვის ქოცებს ახლა ამის წინებზე ემზარის ვიდეო მქონდა დადებული, ახლა იცით რომ ძმაკაცია ჩემი გვიცენ და რაც ქოცებს ჩემთვის ბოროტება გაუკეთებიათ. პირადად ჩემთვის პირადად, ჩემი ოჯახისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის დამპლობის მეტი რა უკეთებიათ. როდესმე გინახი ვარ გამოსულიყავი და ამად გვერდით დამდგარიყავი და მხარი დამეჭირა ამაზე. აი როდესმე. იმიტომ რომ
ერთი მტრიდან მეორე მტრის გვერდზე როგორ უნდა დადგე. და სხვათა შორის ამის წინეებზე ერთ ახლობელთან მომივიდა ცოტა კონფლიქტი. აი ჟვანიას ოჯახთან დაკავშირებით რა, ჟვანიას ოჯახთან დაკავშირებით, რომ ბოლომდეო არ თქვია სათქმელიო. აი ბოლომდე არ თქვია სათქმელიო, რომ რაც შეეხებოდაო ჟვანიას ოჯახსო რომ გამოვიდაო და მათ გვერდშიო დადგაო და რატო არ თქვიო? ყველაფერს ერთ წუთში ვერ ჩავატევდი უბრალოდ. ჟვანიას გათახსირებული ძმა და ჟვანიას გათახსირებული ცოლი. ჯერ სააკაშვილიდან იღებდა უზარმაზარ ფულებს. და ჟვანიას სიკვდილის მერე გახსნილი რო ქონდათ ის, რა ქვია, ლიტერატურული კაფეები და ასე შემდეგ გაჩუმებულები რო იყვნენ. მერე რომ მიეყიდენ ისა, რა ქვია, ჯერ თვითონ ჟვანიას ძაღლი მიაკვდა, ჟვანიას საერთოდ არ მაინტერესებს. იმიტომ რომ პირველი დაუძინებელი მტერი იყო აგენტი ჩვეულებრივად მწვანეთა პარტიის, ლიბერალების, იყო დაუძინებელი მტერი ზვიადის და მერაბის, ეროვნული მოძრაობის და მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვინც ეროვნულ მთავრობას ებრძოდა და ტყვიას ესროდა და დაღუპა თაობები, მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელიო. არც ქართველი იყო და მით უმეტეს არც ევროპელი ჟვანია და მისი ლოზუნგი აგერ ენაზე აქვს წამოცმული ხალხს დაღუპა. რა დასამალი ეროვნებით სომეხი იყო, ხო? ყველა მიცოდა. არც ქართველი იყო და არც ევროპელი იყო ჟვანია. და მე ზუსტად ვინ გველებთან ერთადაც მოდიოდა, იმ გველებმა წააგდებიეს თავი. და როდესაც ეკითხებოდნენ იმას, რა ქვია, მაგის ცოლს რო ეკითხებოდნენ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოკლა თქვენი ქმარი? გამოვიდა და მისმა ცოლმა მაშინ ასე თქვა, я думаю, что это сделала Россия. ხო, იმიტომ რომ ფულს იღებდა მაშინ ბლომად, ნაცებიდან. მერე ქოცებიდან იღებდა ბლომად ფულს. და ახლა კიდე ვიღაცეებიდან იღებს ფულს. ასე რომ საკუთარ მკვდარს 1000 ჯერ ყიდიან. ამიტომაც ესეთი ხალხი აქაც დადგებიან და იქაც დადგებიან და ჩვენაირი ადამიანები, ვინც ერთ პრინციპზე დგანან და იციან, რომ დამაქცევრების ხელშია, მაგრამ არასდროს არ მივატა, არ დადგება ნაციონალური მოძრაობის გვერდით. ეს ამ ხალხზე აქვთ მერე ისა, რა ქვია, ზიზღი, როგორც ერთ მხარეს და მეორე მხარეს. საერთოდ ივანიშვილს უყვარს ესეთი რაღაცა, რომ ადამიანები მიიყვანოს იმ დონემდე, რომ ის რაც ვერ წარმოგიდგენია, რომ ადამიანმა იკადროს, იმას იკადრებს. და ცდის ასე ამ ადამიანებს რა. და მე ხალხს ალაპარაკებს, აი ეს თურმე ვინ ყოფილა. გიქმნის ისეთ სიტუაციას, ხო? და სინამდვილეში ამ ნაგავ ხალხს ყიდულობდა თავიდან. ახლა დღეს მაგალითად ერთი ასეთი ყვეროვნული იყო გამოსული. ისა რა ქვია, რა გვარია იგი? ძიძიგური. რო გეკითხა რომ ზვიადის და მერაბის თანამებრძოლია, შემართლა ყვეროვნულო, შენაირები რო იყვენ იქ, იმიტომ დაიქცა, მაგრამ წევიდა უბედურად ეროვნული მის რა ქვია, მოძრაობის საქმე. ახლა ამდენი ხანი იმათ იყო და ახლა გადამძროლა გახარიას პარტიაში ყოფილა და ახლა სალომე ზურაბიშვილს აქებს და ადიდებს და ესენი ყველა იქეთ გადავიდნენ. ეს ახლა გამოვა ივანიშვილი და იტყვის, აი ნახეთ როგორი ნაგავი ხალხიაო და ივანიშვილიც ნაგავია, იმიტომ რომ პირველი ვინც იყო ნაციონალურ მოძრაობასთან ივანიშვილი იყო, მაგრამ ახლა კოცებს ამას ნუ ეტყვი. კოცებს ეგი არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ მაგათი ბელადია. აი ესე ტყუილში მაცხოვრებელი საზოგადოება როდის გავა ფონს? ან ჩაჩუასნაირი ეს მართლმადიდებლები, ქრისტიანები, დიდი კელაპტრებს რო დაიკავებენ და დარბიან და ნაცებთან ერთად რო დგიან ახლა და არჩევნებს რო ითხოვენ და გინდას თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი, რომლებიც ასევე ითხოვენ იმას, რა ქვია. აი ეს რეალობა არის და მე უბრალოდ მიყვარს სიმართლის თქმა. ნუ ელოდებით ნურანაირ ცვლილებებს საქართველოში. არაფერი არ იქნება. უბრალოდ ერთადერთი ვარიანტი არის, რომ კოცები სანამ იყრებიან, ეს აყროლებული ძალა, ეს აყროლებული კოცური, არც კოჰაბიტაცია არ დასრულდება, სისულელია, იმიტომ რომ ეს ხალხი რო გაიწმინდოს ჯერთი 10 წლეულების მანძილზე ეს ნაგავი პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდა და ეს ნაგავი რო გაიწმინდოს, ჩემო კარგებო, მათი ადგილი ვიღაცამ უნდა შეავსოს და რაში უნდა ახლა ბიძინა ივანიშვილს და რაში ჭირდებათ კოცებს, იმნაირი ადამიანები ირგვლივ, რომელი ადამიანებთანაც კომპრომატები არ ექნებათ და ხალხს ვერ ეტყვიან, რომ აი ჩვენ ხო ამნაირები არა ვართ.
ესეც იქნება ჩვეულებრივად ხაზარაძე ჯაფარიძის ვარიანტი, რომ ხანდაზმულობა ქონდა იმ დანაშაულებებს, რაც ნაცებმა ჩაიდინეს, ამიტომ ჩვენ გავასამართლეთ რეჟიმი, მაგრამ ესენი არიან გარეთ. ზურა წესით და რიგით ნორმალურ საზოგადოებაში პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული. და უნდა მიდიოდეს პროცესები ისე, მაგრამ ჩვენ ხო არც ნორმალური სახელმწიფო გვაქვს, არც ნორმალური საზოგადოება გვაქვს და აქედან გამომდინარე, კრიზისიდან გამოსაყვანად, საერთოდ ძველ რომში იყო 100 და ეს იყო 100%-იანი. ძველ რომში დემოკრატია ხა მაგათგან მოდის და ბერძნული სიტყვაა, მაგრამ რომის სამართლიდან და რომის სახელმწიფო მოწყობიდან და ძველი საბერძნეთიდან და ძველი რომიდან მოდის. რომში იყო ესეთი რაღაცა. მართალია, რომს სენატი მართავდა. მაგრამ როდესაც იყო კრიზისი იმპერიაში და ქვეყანაში, ხო? ამ შემთხვევაში დემოკრატია გადადიოდა გვერდზე, ირჩევდნენ ერთ ადამიანს და აბარებდნენ ერთი წყლით ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა დიდი უფლებები, რომ გამოეყვანა ქვეყანა კრიზისიდან. და კრიზისიდან, როდესაც გამოვიდოდა ქვეყანა, მერე ისევე უბრუნდებოდა საპარლამენტო ცხოვრებას, მრავალპარტიულ ცხოვრებას. ჩვენ კიდე კრიზისში ვართ, აგერ 32 წელიწადია. მაშინ ზვიადის დროს იყო ასეთი კითხვა დასმული. დემოკრატიაო თუ დამოუკიდებლობა სახელმწიფოსში, ანუ რომელი გინდათ, რომ ასე ცუდ დროს და ცუდ მომენტში, რაც მაშინ წივილ-კივილი გააკეთეს და ატეხეს ამათმა, ეს გინდათო თუ სახელმწიფო გავიდეს რამოდენიმე წელი, აი ამ რთული პერიოდი გაიაროს, გავიდეს სამშვიდობოს და მერე დადგეს ეს ყველაფერი. არა ჩვენო დემოკრატია გვინდაო. აი ეს დემოკრატია მივიღეთ აგერ 32 წელიწადი. აი ეს ვიღაცებს გავუკვირდეთ, შვანიაო აგენტი იყო. აბა ვინ იყო? შევძანდით ჩემი YouTube არხზე და ნახავთ ჟვანიას და თუ გდებავთ მომავალში დავდებ კიდე. არის მაგის კადრები თუ გადატრიალების შემდეგ როგორ იქცეოდა. კარგი, შემოკარგებო დაგემშვიდობებით და ჩვენ ირგვლივ ესეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რაც შეეხება იმას, რომ ჩინეთის ელჩი შეხვდა კობახიძე, გასაგებია ის, რომ რეგიონიდან გადის დასავლური გავლენა და ძლიერდება ჩინური გავლენა. აბსოლუტურად ნორმალური და ლოგიკურია. არაფერი არა ამაში გასაკვირი. და მალე მე მგონია ეს ჩვენი საერთოდ ეს ელჭყპტ სასტავი, რომლებიც დემოკრატიაზე გველაპარაკებოდა, მალე ეს ხალხი იმას იზამენ. რა ქვია, ესენიც მალე ჩინეთის სამსახურში ჩადგებიან ან რუსეთის სამსახურში ჩადგებიან და გააძრობენ პასპორტებს, რომ ძველი კომუნისტები იყვნენ. ისევე როგორც უსუფოვი და ესენი. ნუ იცი რაშია, ზურა რაშია საქმე, იცი, საერთოდ რთული პერიოდები, ახლა ისტორიისთვის ეს ყველაფერი არის ერთი ფურცელი. ჩვენთვის მთელი ცხოვრებაა, ხო? ქვეყანაში თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს ლიდერი, რომელი ლიდერიც მოახდენს ამ ყველაფრის აღმოფხრას. ჩავაბაროთ ჩვენ ვინმე გვეკითხება ქვეყნის ჩაბარებას. აი გონია, მართლა გონია, რომ არჩევნებით ხდება საქართველოში ხელისუფლებების ცვლა, ეს სისულელი არა იქნება რა. ამიტომ ჯერჯერობით არ ჩანს ის ლიდერი, რომელი ლიდერსაც ეს შეუძლია და ჩვენზე რო იყოს დამოკიდებული, არსებობს განათლებული ხალხი, ვისაც ჩააბარებდა ადამიანი ქვეყანას და დაუდგებოდა გვერდით, მაგრამ ძველი რომივით მოიქცეოდით, ხო? აი ძალიან განათლებული კაცი არის, მე პირადად მომწონს ბევრჯერ მიხსენებია, კიდევ ვიტყვი დემურ გიორხელიძე, ხო? და მოაზროვნე, გამოცდილი, ჩამოყალიბებული. ჩააბარებდი ადამიანს ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოსაყვანად 3-4 წელიწადი და შემდეგ როდესაც დაეთყობოდა ქვეყანას, რომ კრიზისიდან გამოვიდა, სიტყვაზე ვამბობ, ხო? მე შეიძლებოდა უკვე ეს დემოკრატობანას თამაშზე გადასულიყო. არ უნდათ ეს ყველაფერი. ლევან ჩაჩუა ნაცებთან ერთად არ გავს. შედალოცულიშვილო არჩევნებს ითხოვს და არჩევნებს ითხოვენ ნაცები და ის ხალხი, სხვა ვინ ითხოვს? სხვა ვინ ითხოვს? ახლა ვინ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არის? ითხოვს, არჩევნებს ითხოვს.
ეგრეა. ისევ როგორც თარხანა ითხოვს ახალ არჩევნებს. ფაქტია ხო რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი? ინსინუაციებს რატომ უნდა ავყვეთ? ეგრეა. კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვიდობა მოგცეთ ღმერთმა.